გრენლანდიელები 11 მარტს მნიშვნელოვან არჩევნებს ჩაატარებენ. ბოლო კვირების განმავლობაში ისინი მსოფლიო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ. მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკამ შესაძლოა მათი არქტიკული მიწა მიიერთოს. ამ ნახევრად ავტონომიური ტერიტორიის 57,000 მცხოვრებიდან ბევრია შეშფოთებული და განაწყენებული დონალდ ტრამპის მუქარით. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აპირებს დაეპატრონოს მათ მინერალებით მდიდარ მიწას. იგი ეროვნული უსაფრთხოების საჭიროებიდან გამომდინარე, არც ძალის გამოყენებას გამორიცხავს. კუნძულის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გრენლანდიელებმა თავად უნდა გადაწყვეტონ თავიანთი ბედი. ამიტომ მან 11 მარტისთვის საპარლამენტო ვადამდელი არჩევნები დანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ გრენლანდიის ტერიტორიის თითქმის 90% ყინული ფარავს, მაინც ცხოვრობენ ადამიანები. ისინი ამ მთელ ლანდშაფტზე სხვადასხვა დასახლებასა და ქალაქში არიან განაწილებულები. მათთვის გრენლანდია უბრალოდ ტერიტორია კი არა, მათი სახლია. ეს არ არის მხოლოდ ბუნების ნაკრძალი გლობალური გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ინტერესებისთვის. ეს არ არის მხოლოდ რესურსების საბადო უცხოელი მსხვილი ბიზნესისთვის, რომელსაც მხოლოდ ინდუსტრიასთან დაკავშირებული ინტერესები ამოძრავებს. ეს კუნძული გრენლანდიელების სახლია. ეს არის ადგილი, სადაც ისინი ათასობით წელია ცხოვრობენ და თავიანთი ცხოვრება და ეკონომიკა ტრადიციულ საქმიანობაზე, მაგალითად ნადირობასა და თევზაობაზე ააგეს. Thousands of years they have lived, they built their livelihoods, an economy based on traditional industries like hunting and fishing. გრენლანდია ეკუთვნის დანიას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების დიდი ხნის მოკავშირეა, მაგრამ ამჯერად ის დონალდ ტრამპის ინიციატივას არ ეთანხმება. ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა გარკვეული ძალები კუნძულის სტრატეგიული მდებარეობით არიან დაინტერესებული, რადგან ის არქტიკაში მდებარეობს. მისი ყინულქვეშა იშვიათი მინერალები ტელეკომუნიკაციების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, გრენლანდიას მილიარდობით ბარელი ნავთობი აქვს. კლიმატის ცვლილების გამო ყინულის დნობა კი ახალ სავაჭრო თუ გადაზიდვის მარშრუტებს ქმნის. ეს არჩევნები გრენლანდიელებისთვის მნიშვნელოვანია. ეს არის შესაძლებლობა დამოუკიდებლობისა და არჩევანის გასაკეთებლად. ვფიქრობ, ჩვენ ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს რა ავირჩიოთ და როგორ შევძლოთ დამოუკიდებლობა. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ასოცირებული მკვლევარი ოტო სვენსენი ამბობს, რომ გრენლანდიის მთავრობამ ბალანსი უნდა დაიცვას დანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. Government of Greenland has this delicate dance that they have to perform right now between გრენლანდიის მთავრობას ამჟამად ძალიან ფრთხილად უწევს ბალანსის დაცვა დანიის, ყოფილი კოლონიური მმართველისა და ახალი დასავლურის სახელმწიფოს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს შორის. გრენლანდია დანიაზე ეკონომიკურად ჯერ კიდევ დამოკიდებულია, რადგან ყოველწლიურად დაახლოებით $700 მილიონ იღებს პირდაპირ ფინანსური გადარიცხვებისა და ადმინისტრაციული მხარდაჭერის სახით. ამავდროულად ამერიკის შეერთებული შტატები ახლა მეტად აჩვენებს თავის ინტერესს და მუქარითაც სკიავლენს პოზიციას. ასე რომ დამოუკიდებლობის საკითხი ჯერ კიდევ მუშავდება იმ ფონზე, როცა ორი ძლიერი ძალა გრენლანდიას თავისკენ ეკაჩება. თუმცა ერთი რამ სრულიად ნათელია, გრენლანდიელებს არ სურთ დანიური მმართველობიდან ახალ ამერიკული მმართველობის მოდელზე გადავიდნენ. factors in to these two poles coming from either side of the Atlantic. დანიის ყოფილი კოლონია გრენლანდია 1979 წელს თვითმმართველი გახდა და ახლა მას საკუთარი პარლამენტი მართავს.